ლოკარნოს ფესტივალის გამარჯვებულები კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა. ინდუსტრიულ სექციაში Open Doors წარმატებას ქართველმა რეჟისორებმა ალექსანდრე კვატაშიძემ, ნინო გოგუამ და რუსუდან პირველმა მიაღწიეს. კვატაშიძის ფილმმა ჩეჩნეთის გზაჯვარედინი, ხოლო გოგუას ნამუშევარმა მადონა და რუსუდან პირველის კინოფილმმა ძილის გაკვეთილების სამმა ქართულმა პროექტმა ფესტივალზე 4 პრიზი მოიპოვა. ხოლო კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლოკარნოს ფესტივალის სპეციალური პრიზი ოთარ იოსელიანმა მიიღო. პრიზი ჩამოიტანა სამმა ახალგაზრდამ და ეს არის პროექტები, ეს არის საფეხური. და წინ ამათ ძალიან დიდი გზა აქვს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ფილმებით დაფინანსდება, მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმები ჩაიღებენ ჯილდოებს ისე როგორც არაერთი ჩვენი ახალგაზრდის ნამუშევარი, ეს არის ძალიან წარმატებული ამ ხრივ. და მე ვფიქრობ, რომ ქართული კინო ცოცხლობს. ამ წელს ქონდა ფოკუსი კავკასიაზე და მიწვეული იყო ქართული პროექტები, ასევე პროექტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩემმა პროექტმა, რომელსაც ქვია ჩეჩნეთის გზაჯვარედინი, მიიღო პრიზი, ერთი არტეს პრიზი 6,000 ევროს ოდენობით და მეორე ფულადი პრიზი, ასევე SDC-ის პრიზი, რომელიც დაეხმარება ჩემ ფილმს, რომ მე ის დავასრულო.